12 დეკემბრიდან გურჯაანში, თელავში, ლაგოდეხში, ყვარელსა და საგარეჯოში სტიქიით დაზარალებულთათვის სულ ცოტა ვაკაციანი კომისია შეექმნება, რომელიც სტიქიით მიყენებულ სასოფლო-სამეურნეო სახისა და ინფრასტრუქტურულ ზარალს შეისწავლის. ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე თენგიზ შერგილაშვილმა ხუთივე რაიონის გამგებლებთან და სოფლის რწმუნებულებთან ისაუბრა და მათ ზარალის დათვლის მეთოდოლოგიაც გააცნო. თუ რა რაოდენობის თანხა იქნება გამოყოფილი და რა დროდიდან დაიწყება ზარალის ანაზღაურება, ამ ეტაპზე უცნობია. შედგება თითოეულ ოჯახზე აქტი, სადაც აღიწერება რამდენი ჰექტარი იყო დათესილი ან დარგული, რამდენი პროცენტიანი ზარალი იყო, მივიღებთ სხვა ინფორმაციებსაც, ვთქვათ, რამდენი ჩაბარდა ყურძენი, ვთქვათ, როცა ვენახში ეხება საკითხი, რამდენი მიიღეს დაზღვევა, რამდენი მიიღეს მაშინ კომპენსაცია, სხვადასხვა ინფორმაციის თავმოყრის საფუძველზე და შემდგომ მისი დამუშავების საფუძველზე, რომელსაც ჩვენ სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად გავაკეთებთ, მათ შორის საშუალო მოსავლიანობა როგორი უნდა ყოფილიყო, საბაზრო ფასი როგორი უნდა იყო, თითოეული ოჯახისთვის მაქსიმალური სიზუსტით განისაზღვრება თუ რა ზარალი მიადგა მათ და ამ ზარალის ანაზღაურება. ყველა სოფლის რწმუნებული აქ არის ახლა, ყველა სოფლის რწმუნებულს თან ახლავს კიდე რამოდენიმე კაცი, როგორც ბატონმა თენგიზმა მოგახსენათ, იქნებიან 7-8 კომისიის წევრი. შედგა უკვე ეს კომისიები, სულ ყველა სოფლის შემდგარია და დაიწყება უკვე ალბათ ხვალიდანვე დაიწყება უკვე მუშაობა.